და ჯეკი ბრაუნი, რომელიც არის ძალიან დაუფასებელი ფილმი, ჩემი აზრით, აი ტარანტინოზე რომ მებაზრებიან ხოლმე ტიპები, ჯეკი ბრაუნს რო ვახსენებ, არავის არ აქვს, ნახე, შენ ვიცი რო გექნება ნანახი. აი ძალიან დაუფასებელი ფილმია, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დაწყებითი სცენა აქვს. კრისტაკერი ძალიან მიყვარს ეგ მსახიობი ზოგადად და რომ იყოს ბაგაჟნიკში, აი ძალიან მაგარი ფილმია. სამუელ ჯექსონი მაგ ფილმში გონია რომ ყველაზე საშიშია, აი რაც კი თავის ბოროტ მოქმედები განუსახიერებია, თან ძალიან cool როჟა არის ესეთი წვერით და კენგონი, მე სამუელ ჯექსონია, ოღონდ პროჭი რა. და თან ძალიან ჭკვიანი. ეგონება სპაიკლის ფილმის დენირო არის იდიოტი, დენიროც თამაშობს, რაღაც დაბოლილი მთვრალი. ახალი გამოსვლიდან და არაფრის ჩადენა სულის არ აწყობს. ხო, მანქანას ადაყენებს რო არ ახსოვს. აი ეგ ტიპს თამაშობს, მაიკლ კიტონი თამაშობს კიდე და ისეთი კარგი ძალიან კაი ანსამბლი. ტარანტინოსეული, კარგი განგსტერული, ხიარული, გემრიელი ფილმია რა, რომელიც ძალიან კარგი საუნდტრეკებით, რაღაცნაირი ის ქალიც უმავიწყდება, რა ქვია, იმ შავკანიან თავროლში ვინც არის. ეგ პემბრიერი. ხო, აი ვერ ვიმახსოვრებ, მაგ ძალიან კარგად თამაშობს. ეგიც ტრავოლტას кейსია, გააცოცხლა დავიწყებული 70-იანების მსახიობი. მისთვის ეს იყო ჩელენჯი. კი. არაიჩია ვინმე ძალიან ცნობილი რა. ხო, რაღაც ვარსკვლავი არაურჩევია ეგ ხალი რომ გააცოცხლა, ისე მეორე თქვა პირველი ადაპტაცია მაგის, პირველი და ძალიან მიყვარს ეგ ფილმი რა.